მანქანის გაყიდვა მოგიწია, რო ჩაგეწერა პირველი სიმღერა. იყო უარი? რა თქმა უნდა, იყო. ძალიან ბევრი ბულინგიც იყო. რო რაზმღერის ეს ბიჭი ვერ გავიგე. რაზმღერის გაგვაგებინეთ, ეს რა უბედურება, შეურაცხყოფაც იყო. რატო? რესტორნის მომღერალი. მაგრაკ წმინდა ხო? ვიღაც ნასვამი ადამიანი აიღებს ამ ჭიქას ეს ხელში და შეგასხავს ეს. სლოპო. როგორც ხელოვანი მოვკო. ფიქრობდი სიმღერაზე უარის თმას? მოდი ესე ვთქვათ, ვაბანკზე წავედი. 9 მილიარდია შენ დახვედი YouTube-ზე. ადამიანმა გამაგდო და რამოდენიმე წლის მერე ხდება ისე, რომ ჩემი სიმღერა ქონდა ტელეფონზე ზარით. გაგვიფრინდა წაში. ხო, მოხდა ერთად. ეს საზარელი ტრაგიკული შემთხვევა დაიწყო სროლის ხმა. მაშინ მივხვდი პირველად როგორი შეიძლება იყოს ადამიანის სასტიკი. ხო, მქონდა 2 წელიწადი დეპრესია. აღარაფერი არ მინდა და საერთოდ არაფერი არ მაინტერესებდა საერთოდ, არავინ არ მაინტერესებდა საერთოდ. ვიცი რომ მტკივნეულია, მაგრამ არ შემიძლია რომ ამ თემას გვერდი აუვარო. მე მეგონა რომ მილიონერთან მომიწევდა ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ სანამ ინტერვიუს დავიწყებდი, აღმოვაჩინე რომ უკვე 9 მილიარდზეა, ამ შემთხვევაში ფინანსებს არ გულისხმობ, შენ დახვები YouTube-ზე, ხო? რაც საქართველოს ეხა პატარა ქვეყანა ვარ და იშვიათობაა. ძალიან მცირე. იცი რა არის პარადოქსული, რომ ამდენი ადამიანი გისმენს. ესეთი პოპულარულია შენი სიმღერები, მაგრამ შენ არ გიცნობენ როგორც პერსონას. ხო და ეხა დღეს შევეცადოთ, რომ შენზე გაიგონ უფრო მეტი. ვიდრე აქამდე იცოდე, ხო? ლოგიკურად უნდა დავიწყო ბავშვობიდან. და როგორც აღმოვაჩინე, ძალიან პატარა ასაკიდან ღერი და ეს აღმოაჩინა დედამ, ხო? შემთხვევით. დედამ აღმოაჩინა, თუმცა ჩვენ ოჯახში თითქმის ყველა მღერის და ყველა არის ხელოვნების, ასე ვთქვათ, მოტრფიალე. ჩემი დიდი ბებია იყო თამარი ჯოხაძე, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა, ჩვენზე კარგადაც კი და ძალიან ძაფრად არის ჩვენთან კარგი და დადებითი ვიბრაციები, თუნდაც მუსიკის სახით, თუნდაც სიმღერის სახით და ასე შემდეგ. ანუ ჩვენთვის ეს უცხო არ არის. მე მინდა იცი რომელი დღე გაიხსენო, შენ და მეცადინეობს ფორტეპიანოზე და აღმოჩნდა რომ შენ აყევი იმ სიმღერებს, რომელიც შენ დასუნდა ემეცადინა იმ პერიოდისთვის, ხო? კი, ძალიან აქტიურად იყვნენ თათიათი დაკავებული ჩემი მშობლები. და რაღაც გარკვეულ რეპერტუარსაც ასწავლიდნენ, ფორტეპიანოსთან იჯდა, დედა უხსნიდა რაღაცას, მამა იქიდან რაღაცას წაუმღერებდა და მოკლედ იყო ესე და მე როგორც მასზე უმცროსი რაღაც სხვა რაღაც ვიყავი დაკავებული, თამაშობდი რაღაცებს ვაკეთებდი. თუმცა ახლოს ვიყავი იქ და შორს არსად არ მივდიოდი და შემთხვევით წავიმღერე ისეთი ფრაზა, რაც თათიამ ვერ გააკეთა იმ მომენტში. და ზუსტად მაგ დროს მიიქცია ყურადღება დედაჩემის რომ ბავშვს მენა ქონდა. რომ ბავშვს მენა ქონდა და უცბად მიმეყვანა როიალთან და რაც ვასწავლე თათიას რამეს თუ იმღერებ და აბსოლუტურად ყველაფერი ვიმღერე და მშობლებმა უკვე გადაწყვიტეს ის რომ განევითარებინათ ხო ეს ნიჭი. განევითარებინათ ეს დღე არ გახსოვს, იმიტომ რომ პატარა იყავი, აი როცა დედამ აღმოაჩინა ეს ნიჭი, მაგრამ ის დღე თუ გახსოვს, აი როცა დიდ სცენაზე მოგიწია საბავშვო ბაღის მოსწავლეს დადგომა. საბავშვო ბაღები აკეთებდნენ ოლიმპიადებს ვარცდები საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით. და მხიარული სტარტები ერქვა და მან შევასრულე პირველი სიმღერა საყვარელო მამულო. ანუ ჩემი პირველი შეხება სტუდიასთან, ასე ვთქვათ, ჩაწერასთან, ვოკალთან და აუდიტორიის წინაშე გამოჩენასთან სრულიად პირველი იყო ბავშვობიდან
ძალიან მიყვარდა სიმღერაც, ან გონაშულს усმენდი. ხო. გონაშულს усმენდი სტერეოს ის მაგნიტოფონები რო იყო, პატრა პლეიერები რო იყო, კასეტებს რო ყურსასმენები და ეს სახურავზე ავდიოდი და усმენდი ყოველთვის გონაშულს. ანუ ჩემთვის უცხო არ იყო ეს, ანუ ქართული სიმღერა. კი, და პირველადაც რომ მომიწია ამდენი ხალხის წინაშე წარდგომ ამ ხიარულ სტარტებზე ეს არ მახსოვს. ანუ რა შეგრძნება იყო მაშინ ძალიან პატარა 4-5 მაქსიმუმ, ხო? თუმცა აბსოლუტური სმენა მქონდა. აბსოლუტური სმენით მღეროდი და ალბათ მაგიტომაც გამომარჩიეს და მომცეს იმის საშუალება რომ შემესრულებინა ეს ნაწარმოები და საკმაოდ კარგად გამოვიდა. მაგრამ სტუდია მახსოვს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, დუბლი, ანუ ძალიან ბევრი დუბლი მომიწია. ხან მომშევდა, ხან საპირფარეები გამოყარეს. თუ პატარა იყავი და ვერ გაჩერებდი. მივლიდნენ, ვერ მაჩერებდნენ და მოკლედ იქ მოვინათლე, ასე ვთქვათ, და პირველად მოხდა ჩემი, ასე ვთქვათ, სერიოზული ურთიერთობა ხელოვნებასთან. თუმცა რო წამოიზარდე, ინსტრუმენტებითაც დაინტერესდი, სალამურით განსაკუთრებით და შეამჩნიეს რომ ეს ნიჭი გაქვს. და მაინც არ ფიქრობდნენ რომ ვოკალურად გაეგრძელებინათ, იმიტომ რომ მიყავხარ იმ სტუდიაში, სადაც ინსტრუმენტზე უნდა დაგეკრავ. ეს სასწავლებელი არის არტოს ბაღი. ყველასათვის ცნობილი არტოს ბაღი, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გაიზარდა და ძალიან ბევრი ცნობილი მომღერალი არტოს ბაღში. ზოგი იყო ვოკალური განხრით, ზოგი იყო ინსტრუმენტალური განხრით, მაგრამ პირველი რატომღაც მოხდა ისე რომ მიმიყვანეს ინსტრუმენტზე არტოს ბაღში. როდესაც ერთ დღეს ჩემი პედაგოგის მეგობრები შემოვიდნენ იმ ოთახში, სადაც მე მეცადინეობდი, რაღაცაზე დაიწყეს საუბარი ხელოვნებაზე, რა თქმა უნდა და ამის შემდეგ რაღაცა წაიმღერეს სამხმაში ქართული სიმღერა, სამხმიანობით გამორჩევით მსოფლიოში და პოლიფონიით. და რო დაიწყეს ეს სიმღერა, აკლდათ მესამე ხმა და ეს მესამე ხმა უთხარი ძალიან ზუსტად ზედმეტი დეტონაციების გარეშე და ძალიან გაუკვირდათ და დაიწყეს იმაზე მსჯელობა თუ როგორ გადავეყვანე ვოკალურ ანსამბლში. ანსამბლში ვიყავი, ხან მეორე ანსამბლში ვიყავი, აფხაზეთის ანსამბლშიც ვიყავი, რაღაც გარკვეული პერიოდი ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. მაგრამ ერთი ანსამბლი მინდა გამოყო, სადაც გაიცანი თეონა ქუმციაშვილი. დაიქნებ ამ გულს უშველო არავინუდა მომადურები. ცროდის იყავ, საჩემოს ვიცილა მას თვალები, სხვა რამადენია შენ ვერ გიამბე, ხამებ გიცის ცრემლები ღვარად, რამადენია შენ ვერ გიამბე, ხამებ გიცის ცრემლები ღვარად, რამადენია. ჩვენ მართვეში გავიცანით ერთმანეთს და იქ გადაწყვიტეს ჩვენმა პედაგოგებმა რომ გვემღერა დუეტი ნუგიყორს ქალა. ეს იყო ძალიან პატარები ვიყავით მაშინ და მაგ დროს მოხდა ჩვენი პირველი გაცნობა, შემდეგ დამეგობრება და აი შემდეგ უკვე იყო რაღაც რამოდენიმე წლიანი პაუზა, იმიტომ რომ თეონა გადხოვდა, შვილები მეუღლე და ხო, ამ წლების მანძილზე ამ შეხება აღარ ქონიათ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ მქონია შეხება. ისიცოდი რომ აი თეონა სიმღერებს წერდა თუ არის რა თქმა უნდა ვიცოდი და ყოველთვის ვადევნებდი თვალყურს, იმიტომ რომ მე თეონას შემოქმედება ძალიან მიყვარდა და ყველაზე ახლოს იყო ჩემთან. ხო. ყველაზე ახლოს იყო შეგრძნებებით. იმიტომ რომ თეო არ წერდა ნოტებით. თეო წერდა შეგრძნებებით, რაც ჩემთვის ძალიან ახლოა. და ყოველთვის მისი შეგრძნებებით, მისი ცხოვრების ეტაპების გავლის, ანუ ყველაფერი შიგნით იყო მასში იყო მოქცეული და თითქოს რაღაცნაირად გრძნობდა და აკეთებდა ამ ყველაფერს რა. აი ეს დუეტი
დილაო ავდრიანაო, რომელიც ჩაწერეთ ერთად. აი როგორ მოხდა დაკავშირება? სადმე გადაეკვეთეთ? თუ ეს სიმღერა იცოდე და დაურეკეთ და სთხოვე რომ ერთად გემღერა თუ რა მოხდა? როდესაც თეო აქტიურად მოღვაწეობდა მუსიკაში, მე რაღაც გარკვეული პაუზა მქონდა. როდესაც უსმენდი ხანიმ კონცერტზე გამოდიოდა, ხანამ კონცერტზე გამოდიოდა, ყველგან გამოდიოდა თეო და როდესაც უსმენდი ძალიან მომწონდა ეს და გადავწყვიტე რომ აი ეს სიმღერა გაგვეკეთებინა დილაო, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს იყო ჩემთან. თუ არ მეტროფის დაიწყო მალები ნამოლიანაო შენ შემოდიდო ტკივილო დილაო ავდრიანაო რაღაცნაირი ალბათ უფრო საბედისწეროდ აღმოჩნდა ეს სიმღერა, იმიტომ რომ ზუსტად ერთი კვირის თავზე, ასე ვთქვათ, ის გაგვიფრინდა ცაში. ხო, მოხდა ერთად. ეს საზარელი ტრაგიკული შემთხვევა, ავტოსაგზაო შემთხვევას რო ემსხვერპლა თეონა და მისი შვილები, ცნობილი ამბავია. აი ამის მერე ასრულებდი ხოლმე ამ სიმღერას თუ გიჭირდა უკვე ამ სიმღერის შესრულება. ძალიან რთულია, როდესაც ადამიანის შემოქმედება გიყვარს, ძალიან რთულია, როდესაც გიყვარს მეგობარი, როგორც ადამიანი, როგორც მეგობარი, ისე გიყვარს და აი ამ ფონზე მე ყოველთვის ძალიან მიჭირდა ამ სიმღერის გაკეთება, თუმცა კონცერტზე, როდესაც გავდიოდი და მქონდა მის საშუალება, ზუსტად იგივე დუეტი იყო, მხოლოდ ჩემი ხმა იყო. ცოცხალი, ასე ვთქვათ, ლაივი და მის ხმა იყო, ასე ვთქვათ, ჩანაწერი. ერთი კვირის თავზე ზუსტად. თუმცა ესეც ის ფაქტია, რომ თეონა ცოცხლობს, როცა მის სიმღერებს ღერია, ხო? მიუხედავად ამ ტრაგიკული შემთხვევისა, ხო, მისი სიმღერები ცოცხლობს და კიდე ერთი სიმღერა თეონას დაწერილი, რამდენი მალოდი. მაინც რამდენი მალოდინე, რამდენი თოლის მოზლა, რამდენი გაზაფხული, იგრები და დაზაფხული, რამდენი შემოგლოვანი ძლებში დაგარმული. ეს იყო შენთვის, არც მე შემიძლია უწოდო სავიზიტო ბარათი, იმიტომ რომ იმ პერიოდში რადიოში მუშაობდი და როცა ეს სიმღერა მოიტანე, შენ კვირების მანძილზე არ ჩამოდიოდა პირველი ადგილიდან მახსოვს. და მაშინ არ იყავი, ხო, ცნობილი, დამწყები მომღერალი იყავი და მოგიტანა, ხო, არ ვიცი, უდიდესი წარმატება. როგორი მოქმედა შენს გახსოვს ეგ პერიოდი, რომ აი სიმღერა ჩაწერე, რადიოში საერთოდ მარტივად მიიღე, ეს აი პირველად რომ მიიტანე, იმიტომ რომ უჭირთ ხოლმე დამწყები მომღერლების სიმღერების მიღება. ეს ნამღერი ადვილად მიიღეს, მაგრამ ის ნამღერი, რომელსაც დაუბრუნდები, პირველი. აი ის იყო ყველაზე მძიმე ჩემთვის და ცოტა იყო უარი? რა თქმა უნდა, იყო. ხო, აი უბრალოდ საკავი. კი, გადადეს უბრალოდ CD და პაუზა დაგირეკავთ, მაგრამ ზუსტად იცი რომ ყოველ შემთხვევაში კი დიდი პროცენტი ზუსტად იცი რომ შეიძლება არ დაგირეკო. კი ბატონო, რა თქმა უნდა. არიყავა მონადირება, სულში სახლობდა და არიყავა როგორც ფებს, ნარადი მათოდა და მოხველა და ცხოვრება, ხელახლა დამიდირე, გამაიც რამდენი რამდენი მალოდინემ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიაში და ძალიან ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც მე საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა ქართულ შემოქმედებას თუ საერთოდ ვინმე უსმენდა. უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და ცოტა დაბნეულიც კი ვიყავი, აი ამ ხელა რეზონანსმა ცოტა არ იყოს შემაშინა. Извините, видаться кенчиеш? Да. Რამდენი მალოდი. Going to Oshkosh.
ჟანრობრივადაც რაღაც ახალი იყო, ხო? ჟანრობრივად ახალი იყო, იმიტომ რომ ასეთი, როგორ თქვა, არანჟი, სტილი, რომელიც საერთოდ არ იყო და საერთოდ არ იცოდა ქართველმა მსმენელმა და იმაზე ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქართველი მსმენელი არის ყველაზე, ასე ვთქვათ, როგორ კრიტიკული მსმენელი და ძალიან ფაქიზად მომთხოვნი, რა თქმა უნდა და როდესაც ამ სიმღერას მოვკიდეთ ხელი, ძალიან სიფრთხილით მოვეკიდეთ, რომ აი რაღაც ზედმეტი პოლიფონიებით არ ყოფილიყო გადატვირთული, ისევ ის სახე შეენარჩუნებინა, როგორიც ჰქონდა თეოს ჩაფიქრებული და რა თქმა უნდა კი, უბრალოდ ცოტა ახლებურად, ცოტა ლამაზად, სულ ოდნავ თანამედროვე ინსტრუმენტებით იყო გაჯერებული და ქართველი მსმენელისთვის თითქოს რაღაცნაირად ჯადოსნური გამოვიდა. თითქოს რაღაცა თავიანთი ცხოვრება დააკავშირეს, რაღაცა შვილი ელოდება დედას, და ელოდება ძმას, მეუღლე ელოდება ქმარს. ზოგადად შეყვარებული ადამიანი ის გლობალური რაღაცა მონატრების სინდრომი ჩამოაყალიბა და გულწრფელობა დავინახე ადამიანების მიმართ, რომ უი რა კარგია, რა ბედნიერია, რამდენი რამე გამახსენა, როგორ იქ ცუდად რო ვიყავი, ამას უსმენდი, იქ რო წამიყვანეს საავადმყოფოში ეს ამას მირთავდნენ და შვიდად ვიყავი, მე რო ველოდებოდი ჩემს საყვარელ ადამიანს, აი ის მოვიდა და ზუსტად ამ სიმღერას, ანუ სულ სხვა ისტორია ხდებოდა ამ სიმღერაზე. მაგას ვამბობ, კვირების მანძილზე იყო პირველ ადგილზე. იმიტომ რომ მოთხოვნად სიმღერად ითვლებოდა ყველაზე იმ პერიოდში. ძალიან სასიამოვნო იყო. როგორ შეიძლება დავმალო ის რომ არ იყო სასიამოვნო. შეგცვალა შენ, აი, იმიტომ რომ ამ ერთმა სიმღერა მოიტანა ის რომ უკვე გახდი რა, ბევრისთვის სასურველი მომღერალი ის. შემცვალა, მე ვფიქრობ უფრო კარგი კუთხით შემცვალა და მე ვფიქრობ ეს უნდა მომხდარიყო აუცილებლად, იმიტომ რომ სიამაყეც მქონდა. ამბიციაც მქონდა. ჯანსაღიც, არაჯანსაღიც, ამპარტავნებაც მქონდა. ყველაფერი მქონდა. მაგრამ აი ამ ყველაფერმა მასწავლა ის, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი და ხელოვანი. კარგია რომ ეს მოხდა ჩემ ცხოვრებაში. გაკვეთილი. რა თქმა უნდა, უდიდესი გაკვეთილი. Super Mamiko. მე ვარ Super Mamiko. Super Mamiko. ალბათ ახალი მამიკო ხარ ხო? ჟირაფი ჟოზე. Super Mamiko. საქართველოს კინოთეატრში. აი შოუ ბიზნესაც უჭირთ ხოლმე. ახალი მომღერლის მიღება, რომლის სიმღერაც ხდება ისეთი ჰიტი, რომ ყველა მათ ახალ ნამუშევრებს უსწრებს და რა ცოტა შური არის ხოლმე და ამას გამოხატავდა, იგრძნობოდა ეგ ამბავი. არ მინდა ჩემ კოლეგებზე ვისაუბრო ნეგატიურ კონტექსტში. არ მინდა, იმიტომ რომ მაინც დიდ პატივს ჩემ კოლეგებს და აუცილებლად გვერდჩევთ გავარ ყოველთვის რა დროსაც არ უნდა დავჭირდე. მაგრამ რა თქმა უნდა იყო კი. არ მიღება. მე ასე ვთქვათ, არ ვიცი როგორ შეიძლება ითქვას, მაგრამ აქტიური შეხება არასოდეს არ მქონია. შოუ ბიზნესთან რაღაც, მოდი ასე ვთქვათ. ცალკე სამყარო მქონდა, ცალკე ჩემი მუსიკოსები, ჩემი სამყარო, ჩემი სივრცე მქონდა და სულ მუშაობდი და მხოლოდ ვაკეთებდი. გული არ ხდებოდა მე რაღაც მომენტში ხო? რა თქმა უნდა, მტკივნეულია როგორც ხელოვანი ადამიანისთვის, ბუნებრივია ხო? ეს ფაქტიურად დაჩაგვრა ადამიანის. კი. ძალიან ბევრი ბულინგიც იყო. ბულინგი რის გამო? რო რასმღერის ეს ბიჭი ვერ გავიგე. რასმღერის გაგვაგებინეთ, ეს რა უბედურება, მე ყველას ხელოვნებას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენ უნდა შეგვეძლოს, როდესაც ადამიანი აკეთებს რაღაცას და ის ხდება წარმატებული ჩვენი ქვეყნის მსმენელის ჩემი აზრით ჩვენ კოლეგებმა ეს უნდა აღიარონ, უნდა ალბათ უნდა უჭირთ ამის აღიარება ფაისფაქტია. ალბათ უნდა გვერდში დაუდგეთ, რომ არა კარგია და გილოცავ და არამც თუ
არაც თუ შეუშალონ ხელი რომ იმავე კონცერტზე გამოვიდე საცენი მღერიან ალბათ ხო? და ძალიან ბევრჯერ იყო ხელი შეშლა, თუმცა ხალხის მოთხოვნა იყო რომ ჩემი სიმღერა უნდა და ჩემი ვიბრაციების მოსმენა უნდა და იცი რა როცა მოთხოვნა დიხარ ვინც არ უნდა იცადოს მაინც ვერ გაიქცევი იმას იმიტომ რომ ის სიმღერა უკვე ჩაწერილია და ფაქტია რომ მოწონს სმენას მაგრამ კი რა თქმა უნდა ეს მე შევძელი ამ კედლის გარღვევა შევძელი უბრალოდ ბედნიერება იქნებოდა და ყველაზე კარგი და ყველაზე უდიდესი სტიმული როდესაც შენი კოლეგები გიდგანან ამ შემთხვევაში გვერდში და დათო შენ გვერდში ვარ მე ძალიან მიხარია ხოლმე როდესაც ჩემი კოლეგები აკეთებენ რაღაცებს და აი სულ რა კარგად გამოგდის და როგორი კარგია და მე უსმენ ამას და აი ხანდახან ანუ გულწრფელობა გვაკლია ხანდახან Dalita mit zlierita Zegada martni sunita Onazetit onabe ეს გულისკენა გახსოვს ვიმისგან დღემდე თუ დავიწყებული ამბავია იგივე ეს ბულინგი რო ახსენე მე არ მიცემ უბრალოდ საკუთარ თავს იმის უფლებას და ფიზიკურად ვერ დავკარგავ იმისათვის რომ რაღაცაზე გულისკენა გამყვეს და ეს აუცილებლად მახსოვდეს მე ისინი პირიქით მიყვარს ის ადამიანები და პირიქით უდიდეს პატივს ვცემ იმიტომ რომ ჩემ ქვეყანაში ხელოვნებას ქმნიან ის ადამიანები ხო მაგრამ ცოტა ოდნავ გულწრფელობა და გვერდში დგომა ძალიან კარგია ყველა ადამიანისთვის. და კიდევ ერთი სიმღერა იყო კიდევ თეონას დაწერილი, რომელსაც აქ მე მგონი შენს რეპერტუარში ყველაზე მეტი ნახვა YouTube-ზე. კი. ანუ აი ბოლო მონაცემებით არის 41 მილიონი აქ იოროს. 41 მილიონი. კი, რომელიც ჩვენ მოსაყვარმეს. მე სულ ამბობ ხოლმე, ჩემ თეომ დაწერა თქო სიმღერა. ჩემი ულამაზესი თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა. იორო, რომელმაც გაცილებით უდიდესი რეზონანსი გამოიწვია ვიდრე რამდენი მალოდინემ და ვიდრე საერთოდ სხვა რომელიმე ნამუშევარმა. ხო, ქართულ სიმღერებში ამდენი მილიონი ნახვა. არ ვიცი, ხავს აქვს თუ არა, ძალიან ბევრია. ასეთ პატარა ქვეყანაში, ნუ ეს შეუძლებელია 50. ხო, ძალიან ცოტა. იმისთვის რომ 41 მილიონი ეწეროს ციფრი იმ არხზე, სადაც ეს სიმღერა არის განთავსებული. ძალიან ბევრ ქვეყანაში ტრიალებს ეს სიმღერა, არ ვიცი ღირს ჩამოთვლა, არ ღირს, შეიძლება რომელიმე ქვეყანა გამომრჩეს, მაგრამ ბავშვებს აძინებენ ამ სიმღერებს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ენა არ ისმით და ქართული შეიძლება არ იცოდნენ, მაინც მოწონთ და უსმენენ ისე, როგორც მათ გულთან ახლოს მოსულს, ხო? თუ გექნება ოდესმე იმის შესაძლებლობა და დრო რომ უბრალოდ მაქსიმღერის ქვეშ ჩაიკითხო რამოდენიმე კომენტარი ალბათ მიხვდები რაშია საქმე მე გადმოცემა ძალიან გამიჭირდება იმიტომ რომ ეს ის მოცულობა რომელსაც მე ვერ წარმოვიდგენ ხო მესმის არხისა, სადაც ეს სიმღერა განთავსებული კიდევ ძალიან ბევრ არხზე არის, ბევრი ქვეყნის არხზეა განთავსებული ეს სიმღერა. ზოგი არის რაღაც გაქავერებული, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ასე ითქვას. გაქავერებული
საერთო ჯამში არის 9 მილიარდი. ხო, ნუ ძალიან ბევრი. ხო, ძალიან მიჭირს ამის აღქმა და ხანდახან მე რო ვამბობ ამას, თუ არასერიოზული მგონია ხოლმე ჩემთვის, მაგრამ საერთო ნახვებს როდესაც ხედავ, არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ პლატფორმაზე. გამოდის 9 მილიარდი და ეს არის ჩემი აზრით კოლოსალური რაოდენობა ერთი პატარა ქართველი მომღერლისთვის. კი, ძალიან დიდი ციფრია. მაგრამ სანამ ამ მილიარდამდე მივიდოდით, არ იყო მარტივი გზა შოუ ბიზნესში შემოსვლის. მე მინდა გავიხსენო 2000-იანი წლების შუა პერიოდი, როცა მუსიკალური კონკურსები დაიწყო და იყო ძალიან პოპულარული. შენ მიდიხარ კასტინგზე, მაგრამ არ აგიყვანეს. არა მიყვანეს. აი შენ შეგრძნება რა იყო? ძალიან დიდი ტკივილი იყო. ასე მეგონა რომ თითქოს ყველაზე ძვირფასი ადამიანი დავკარგე, ყველაზე ძვირფასი რაღაც დავკარგე, ყველაზე ძვირფასი რაღაც დამიკნინეს. ფიქრობდი სიმღერაზე უარის თქმას? რომ აი ეჭვგეპარებდა რომ იქნება არ გამომდის და არ არის ჩემი საქმე. ზუსტად ერთი დღე ვიფიქრე, რომ აღარ ვიმღერებდი. მაგრამ საკუთარ თავმა, ოჯახის წევრებმა, თათიამ, ჩემმა და კი, ჩემმა და დედამ, მამამ ყველაზე დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეს. და აი ამან ცხოველური ინსტინქტები გამიღვიძა შინაგანში და ზუსტად მაგ დროს გადავწყვიტე, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ცუდად გამომივიდოდა ჩემი საქმიანობა, თუ კარგად გამომივიდოდა და ზუსტ იმას გავაკეთებდი, რაც აქამდე მქონდა ჩაკითილი. იცდია სხვა კონკურსის მისვლა, მის მიერ თუ აღარ? მას შემდეგ უკვე იმის საჭიროება აღარ იყო, რომ კონკურსში გავსულიყავ, იმიტომ რომ მე ჩამომეყალიბდა ჩემი ხელწერა, ჩემი მიმართულება და ჩემ მიმართულებას ვფიქრობ, ვერასოდეს ვერავინ ვერ შეაფასებს. მხოლოდ შემიძლია შევაფასო მე და ჩემმა მსმენელმა თუ როგორ გაიგებენ მაგ ვიბრაციებს დადებითად თუ უარყოფითად. კონკურსი ამას ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ფიზიკურად არ ეყოფა ამის შესაძლებლობა. არ ხოდის ასავით ლურჯი გაგთვალები ჩვენებით მოგეხარა სალიგდის აბაზა მაქსილა მაზისტის დევადიან ქადები ვაჟები ლოცავენ მინდა გაიცნო საქმიანობა, რომელიც სიმღერას საერთოდ არ უკავშირდება. ეს იყო არც მეტი, არც ნაკლები გამათბობლების დამონტაჟებელი. აი საიდან აღმოჩნდი, როგორ გაჩნდა შენ ცხოვრებაში ეს საქმე? ანუ შემიძლია ხო ჩემ მეგობრის სახელიც თქვა? რა თქმა უნდა. იყო რაღაც პერიოდი პაუზა შემოქმედებითად და როდესაც არ მუშაობდი და არ მინდოდა რომ ყოფილიყავი დამოკიდებული არც ბებოზე, არც დედაზე, არც მამაზე, არც დაზე, ან საერთოდ ფინანსურად არავისზე. ხო. გადავწყვიტე რომ კოტეს გავყოლიყავი გამოთბობლების დასაყენებლად კარიდან კარზე. ხო, ოჯახებში ეს დადიოდა და ამონტაჟებდით. რა თქმა უნდა, ზოგი შეურაცხყოფას გვაყენებდა ამ. იმიტომ რომ ამ დრელს რო იმას რო რთავდით ეს და კედას რო ხრეტდით, წუხდებოდა ხალხი. ბავშვს აცინებდა ზოგი. ხან ლანძღვას ვიღებდით, ხან გადავრჩებოდით. სულ რაღაცა ესეთი ისტორია. ხო, მაგრამ თქვენ საქმეს აკეთებდით ახლა. კი და უკმაყოფილო საერთოდ არ ვიყავი, პირიქით ძალიან კარგად ვიყავი, ძალიან კარგად შოულობდი და ძალიან კმაყოფილი ვიყავი საკუთარი. ჯერ იმიტომ რომ შემეძლო საწვავი ჩამესხა მანქანაში. კი ბატონო. შემეძლო ტელეფონი ჩამერთო და მქონოდა სასაუბრო. რამდენი ხანი იმუშავე დაახლოებით? ასე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 1 წელი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო. 1 წლამდე. იყო რამე შემთხვევა ისეთი, რომ მოგრიდებია ფულის გამორთმევა. ყველაზე გვიან სამსახურის ასე ვთქვათ მიწურულს შემოდის ადამიანი, ეთყობოდა რომ ძალიან თბილი ადამიანი იყო, მორწმუნე ადამიანი იყო, ძალიან ეთყობოდა და რაღაცნაირად თავიდანვე ძალიან დადებითად განვეწყო მის მიმართ. ყველაზე პატარა გამოთბობელი იყიდა, ჩვენთან ალბათ საშუალებაც არ ყო იმისი და დამონტაჟებაც მინდაოდა. დამონტაჟება კიდევ რაღაც თანხმდა და ცალკე კიდევ ის მასალები, რასაც დაუმატებდი სისტემას.
ну წავყევით რაღაც თანხა უთხარით მონტაჟის მასალები არ გვითქვია, იმიტომ რომ მე იქ რაც დაჭირდებოდა ხო იმის მიხედვით უნდა ასე ვთქვათ დაეთვალა ჩემს მეგობარს. როდესაც ავედი დაახლოებით მესამე სართული იყო თუ არ ვცდები ვაჟაზე იყო ეს. სახში შევედი და დაახლოებით თუ არ ვცდები 25-17 დაახლოებით ხელა მოცულობის ფართი იყო. არაფერი არ იდგა საერთოდ. ხო. რაღაცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მსგავსი საერთოდ. ეს ჩვეულებრივ ეს ასეთი ოთახი იყო, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი დარბოდა ნიკოლოზ. ძალიან ბევრი ბავშვი, დაახლოებით 8-9 ბავშვი. ეთყობა ძალიან უჭირდათ, არც საწული ჰქონდათ. უბრალოდ ერთი ოთახი ჰქონდათ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ უბრალოდ თბილად. მე ესეთი რამე ცხოვრებაში არ მინახავს. ესეთი გაჭირვება არ მინახავს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, კოტეს უთხარი, რომ ჩვენ ეს ფული რომც ავიღოთ, არც ერთ შემთხვევაში არ შეგვერგება. და ჩვენი მორალი და ჩვენი ადამიანობა მაგას დარწმუნებული ვარ არ გაუშვებთ და არაფერს არ გამოვართვით საერთოდ ფული. ნუ ჩვენც არ გვქონდა იმის საშუალება, რომ პირობითად ეს მოწყობილობა ხო თქვენ ვეგებიდათ. ხო, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც გამომუშავებაზე ვიყავით და ხო, მაგრამ ისიც შეღავათი იქნებოდა, რომ ის მონტაჟის და უდიდესი შეღავათი იყო, იმიტომ რომ კი მეცინება, მაგრამ ტექნიკურად ვიტყვი. ხო. მილი გაზის მილი საიდანაც უნდა დაერთებულიყო იმ მოწყობილობამდე იყო ძალიან შორი. ხო. და ეს მილები მეტრობით ითვლებოდა და ისე იყიდებოდა და ნუ საკმაოდ დიდი თანხა გამოვიდა, იმიტომ რომ სიშორე იყო. მესმის. და ნუ ჩვენ გქონდა იმ დროს ცოტა საშუალება იმისა, რომ ეს გაგვიკეთებოდა ჩვენი მხრიდან. მეტი ვერაფერი ვერ შევძელით უბრალოდ. მაგ შემთხვევაში იმ მომენტში ვერაფერი ვერ შევძელით. ამით იქნებოდა ბედნიერები. რაღაცა მე კარგად წამოვედით იქიდან, კარგად ვიყავით და რაღაც სასიამოვნო იყო. და სხვათა შორის იმ საღამოსმე მე კიდე დაურეკეს ჩემ მეგობარს და კიდე ორი შეკვეთა ავიღეთ და ორჯერ მეტი გამოვიმუშავეთ, ვიდრე დადებული მადლის თემა. არ დაიჯერო თითქოს მაგლიხა არ დაიჯერო თითქოს გინადარე შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამი შენ ხომ ჩემში ხარ როგორც სინათლე იყო კიდე რესტორანი, თუმცა იმ პერიოდში არ იყო პრესტიჟული რესტორანში სიმღერა, იმიტომ რომ პირდაპირ ვთქვათ, მოსმენის კულტურაც არ გაგვაჩნდა, იმიტომ რომ მივდიოდით იქ მარტო იმის რომ დაგველია გვეჭამა და ბოლოს ხშირ შემთხვევაში ჩხუბით თავდებოდა ხოლმე. შენ როგორ ვწოდდი თავს, ახლა როცა აღმოჩნდი რესტორნის სცენაზე? ძალიან მძიმე იყო. შეურაცხყოფაც იყო, იმიტომ რომ შენ ხარ რესტორნის მომღერალი და მღერი რესტორანში. ანუ ესე პირდაპირ მოსული ადამიანებისგან? ხანდახან ვამართლებდით, რომ იმიტომ რომ ნასვამი იყო, ხანდახან ვერ ვამართლებდით და შელაპარაკებაც მოგვსვლია. ან ჩხუბამდე მისულა? რა თქმა უნდა. ხელჩართულ ჩხუბამდე. კი, ყოფილა ასეთი შემთხვევაც. აი ეს უზდელური რეპლიკები გამოხატვა. კი, როდესაც ის ფიქრობს, რომ ის უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე მომღერალი. მე მგონია რომ დღეს უკვე შეიცვალა ეს და ეს დამოკიდებულება აღარ არის. არ არის. და მაშინ უფრო მძაფრად იყო. ძალიან მეხარია რომ არ არის ეს დამოკიდებულება და ძალიან მომწონს ეს ფაქტი და ჩემი აზრით ბევრ ჩემნაირ ხელოვანს მოწონს და უხარია და დაისვენა ამით რომ აქვს იმის საშუალება თავის შემოქმედების რეალიზება მოახდინოს თუნდაც რესტორანში. რა თქმა უნდა. რატო ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო, სადაც შეიძლება არ ვიცი. მაგრამ ჩვენ დროს აი ესე რომ მოდიოდნენ რესტორნის მომღერალი. მაგრა წინდა ხო? აი ესეთი ძალიან რთულია, როდესაც შენ ემსახურებ ხელოვნებას და რო გინდა რომ გაზარდო ხელოვნება და მთელი ღამე რო ფიქრობ, რომ აი მოდი იქნება ეს მკერა გამოვიყენო, ის იქნება ის მკერა და მეორე დღეს საღამოს რომ მიდიხარ რესტორანში რო იწყებ პროგრამას და ვიღაც ნასვამი ადამიანი აიღებს ამ ჭიქას ესე ხელში და შეგასხავს ესე. ანუ ბენდის მიმართულებით აი ეს რომ გადაასხავს. და რატო გააკეთა, რა იყო მიზანი ახლა ამის ჩვენ ხო არ ვიცი. ძალიან რთულია გაიგო ნასვამი ადამიანისგან, როდესაც გასხავს ღვინოს, რა არის მიზანი ამის. თუმცა მე არ მგონია რაიმე მიზანი ქონოდა ამ ყველაფერს. ალბათ კონტროლის დაკარგვება. ანუ ბევრი ნიუანსი. ხო, არაადეკვატურობასაც თავის საზღვრები აქვს ეთქობა, იმიტომ რომ ხო, არ ვიცი. კი, ზოგს ერგება
ზოგს არ ხო, ეგრე. გასაგებია. სასმელი ცოტა რთული სპეციფიკა, ანუ რთული საკითხია. შენ ხო არ გასულხარ ნასვამი ამ დროს რომ დაგევიწყებინა ეს ყველაფერი ნასვამ მდგომარეობაში. ეხლა ჩემ მეგობრებს გაიცინებათ ძალიან. რატო? იმიტომ რომ მე სასმელი ცხოვრებაში წვეთი არ დამილევი. მართლა, არ სვავ? არ ვსვავ და არანაირი კვეთა არ მაქვს სასმელთან. აი დაგილევია როდესმე და არ მოგეწონა თუ აი მხოლოდ ერთადერთხელ იყო შემთხვევა ბავშვობაში დაბადების დღე იყო ხო პატარა ხარ გონია რომ მაგარი ბიჭი ხარ და მოხდით სუფრაზე დაბადების დღე იყო ჩვენი მეგობრის და ძალიან ბევრი ღვინის დალევა მომიწია 11-12 წლის ბავშვს აუ და გახდებოდი მაგრად სუდად მე არ მახსოვს ის საღამო გასაგებია აბსოლუტურად ინტოქსიკაცია ექნებოდა ინტოქსიკაცია მივიღე და ნუ მეორე დღეს ნაბახუსებს რო ეძახიან ძალიან ცუდად ვიყავი და მას შემდეგ შეგძულდა ხო ალკოჰოლი შემძულდა რა ღვინის მიმართ უდიდესი პატივისცემა აქვს იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის კულტურის ნაწილია ნაწილზე უფრო მეტი მგონია ასე ვთქვათ უფრო გვირგვინი მგონია ჩვენი ქვეყნის იდენტობის და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერ ვცვალ. ანუ ასვამ მდგომარეობა ესე იგი შენთვის არ ყოფილა ეს კითხვა, მაგრამ შაბაშები იქნებოდა რესტორნებში თუ არ იყო? რა თქმა უნდა იყო, როგორ შეიძლება რომ არ ყოფილიყო? კი, ეხლაც არის ეს ტენდენცია. კი, ეს სიმღერა ვიმღეროთ და აი ეგეც არ მოწონთ ხოლმე მუსიკოსებს. როცა მე რეპერტუარი განსაზღვრული მაქვს, ეხლა რატო უნდა ვიმღერო ვიღაცის მოცემული რაღაცა 20 ლარის ან რაღაცის გამო. რომ მოდიან და პირდაპირ რაღაც გიკუჭავენ როგორც ხდებოდა. იქ კლარნეტში დაამგალებენ და ვერასოც ვერ ვიდევდი ხელს თანხას. მართლა? გერიდებოდა? ჩემ მეგობრებს თხოვდით რომ აი მიდი რა გეხოცები შენ. შენ აიღე ეს მისია შენს. ხო აი მაგალითად როდესაც მოდიოდა ადამიანი ჩემთან გავარბობდი სადღაც რომ არ მომეკიდა ამ ფულისთვის ხელი რა აი ანუ არ ვიცი რატო აკეთებდი ამას თუმცა რა თქმა უნდა, როდესაც გვაძლევდნენ თანხას, ჩვენ იმ შეკვეთას ვასრულებდით ფუნებრივად. ხო, ნუ იმიტომ რომ ეს სპეციფიკა ასეთი იყო მაგრამ ჩვენ ამაზე თანახმა ვიყავით, რომ ნებისმიერი ადამიანი შემოვიდა და შეკვეთას მოგვცემდა და მაგრამ დიდხანს ვერ გაძელი ამ რესტორანში და წამოხვედი. როგორც ხელოვანი მოვკვდი. ხო. ყველაზე კარგი საშუალებაა ხელოვნების რეალიზების სცენაზე. ხო, მესმის. თუმცა ხო, ამაშიც უნდა გაგიმართოს და აქამდეც უნდა მიხვიდე. აჭარაშიც იყავი რაღაც პერიოდი რესტორანში მოგიწია მუშაობა. კი, მახინჯაურში მუშაობდი რესტორანში. ხო და აი ამ პერიოდში იცი რა პასაჟი მომეწონა რომ ბაბუას უგზავნიდი თბილისში ვის სახელით შენ ქვია და რომელიც განსაკუთრებულად გიყვარდა ამ შენი შემოსავლის ნაწილს და კიდე ამ ჰონორარებით იყიდე მანქანა ხო ამ დროს? ზუსტად ეგ ის პერიოდია, როდესაც აქ დავიწყე მუშაობა და ამ 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში ჩავეტი ეს ყველაფერი, ანუ გავიარე, იმიტომ რომ ზაფხულის პერიოდიც ხო იყო და ზაფხულში არ იყო თბილისში. ხო, და იქ არის სეზონი და იქ არის სეზონი და მანქანა მყავდა ნაყიდი, რომელიც დაზიანებული იყო. აჰა. შესაკეთებელი. არ მქონდა საშუალება იმისა, რომ ეყიდა. და ამ შეკეთების ფული მინდოდა რომ გამომემუშავებინა რესტორანში, რომელიც წავედი და ამავ დროს პარალელურად ბაბას უგზავნიდი რაღაც გარკვეულ თანხას, რომ მასაც ქონოდა რაღაც ელემენტარული არსებობის საშუალება, ბატონო. ნუ ეხმარებოდი მოკლედ. მეც სიამოვნებდა ეხლა. ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ჩვენ მე და პაპა ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ვის სახელი ქვია, ხო? დავითი, კი. ეს მანქანა რატო ახსენე, იცი? ზუსტად ამ მანქანის გაყიდვა მოგიწია, რომ ჩაგეწერა პირველი სიმღერა. კი ბატონო. შენმა სურვილმა დამლია. ეს იყო პირველი შენი სიმღერა. მაგრამ დათო იცი რა არის? ცევდიანიც არის და სასიხარულოც. აი როცა უნდა გასულიყო ეს სიმღერა ეთერში, მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი. მოდი დავიწყებ სიმღერიდან. ხო, შენმა სურვილმა დამლია. ქალბატონი ლელა თათარაიძის სიმღერა, რომელიც მე კი არა სრულიად საქართველოს და კავკასიას უყვარს. ძალიან მიყვარდა ეს სიმღერა ბავშვობაში და ჩემი, ასე ვთქვათ, პროფესიონალური შეხება ხელოვნებასთან ეს სიმღერა იყო. ანუ გადამწყვეტი მომენტი იყო ჩემი ნაბიჯი. მივედი ქალბატონ ლელასთან, უთხრა ქალბატონ ლელა ძალიან მიყვარს თქვენი სიმღერა და მინდა ამ სიმღერის შესრულება და მახსოვს რომ მომღერა.
რაღაც გარკვეული წამების განმავლობაში თვალები დახუჭა და აინტერესებდა ჩემი მენიზმი, ასე დავარქვათ, შეიძლება ასე დავარქვათ, ჩემი ყელის ტექნიკა აინტერესებდა და დახუჭა თვალები და რო გაახილა სტადიო შეასრულეო და ბედნიერი წამოვედი იქიდან და ჩაწერა ჯდებოდა რაღაც გარკვეული თანხა და მე არ მქონდა ფიზიკურად ის თანხა ძალიან სუსტად ვიყავი ასე ფინანსებში სხვა გზა აღარ იყო და ჩემი ვერცხლისფერი მერსედესი გავატანე ყიდველებს მოდი ესე ვთქვათ ვაბანკზე წავედი მანქანა რომელიც ახალგაზრდა ბიჭს ყველაზე მეტად ჭირდებოდა იმ მომენტში და იმ წლებში გავყიდე ეს მანქანა და დავიწყე ამ სიმღერის ჩაწერა პირველი სიმღერის და გაყრამა ულის თვალები და ხედვამა ვიცოდით რომ იყო ასეთი რადიო არ დაიდარდა კი ბატონო ძალიან პოპულარული იმ დროსაც და ახლაც უდიდესი რეიტინგის მქონე როდესაც მივედი მხოლოდ გასაუბრებით შემოიფარგლნენ და შემეკითხნენ ამ სიმღერის რაღაცა გარკვეულ ისტორიას და კარგით მოვიფიქრებთ და შეგეხმიანებით. ვერ მიხვდი რა მოხდა იმ წამს, იმიტომ რომ მანქანა გავყიდე ტელეფონი ჩადე ამ სიმღერაში. ჩავდე ეს თანხა, სიმღერა CD-ზე გიჭირავს, მაგრამ არ უშვებენ. მაგრამ არ უშვებენ, ან არიციან უბრალოდ ვინ ვარ და მე მესმის მათი დამოკიდებულებაც და სრულად არ ვამტყუნებ, მაგრამ იმ მომენტში ჩემი შინაგანი მდგომარეობა ძალიან მძიმე გახდა, ძალიან დამძიმდა და ასეთი ადამიანი იყო ზაზა ქაშიბაძე. კი ბატონო, რომელმაც დამინახა დათრგუნული. და წამოდიო ჩემთანო და ზუსტად მაგ დროს ჩართეს ის სიმღერა, რომელიც გახდა, ასე ვთქვათ, პირველი ჰიტი ჩვენი ქვეყნისათვის. და არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის. და დათქვეს დრო პრემიერის რადიო პრემიერის ასე ვთქვათ. და იღუპება ჩემი სათაყვანებელი პაპა დავითი, დიდი დავითი კენჭიაშვილი. და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ სიმღერის პრემიერა იყო როცა პაპას პანაშვიდი იყო, ზუსტად ამ დროს პანაშვიდზე მატყობინებენ, რომ აი ეხლა იქნება შენი სიმღერის პრემიერა. გამოვედი სახლიდან, ჩავჯექი მეგობრის მანქანაში, მანქანიდან უსმენდი ამ პრემიერას. ძალიან უცნაურად მოხდა ეს ყველაფერი. ორი ემოცია ირევა მაგ დროს ის კივილი და ბედნიერება პირველი სიმღერის გაჟღერების. კივილი და ბედნიერება და პარადოქსული ამბავია ეს, ანუ ესე არ ხდება ხშირ შემთხვევაში ხო? ეს პანაშვიდზე სიხარული და ტრაგედია ერთად, როდესაც ერწყმის საერთოდ რაღაც ძალიან უცნაური შეგრძნება. გაუგონარი და გაუგებარი შეგრძნებაა ეგ. თუმცა ცხოვრება გრძელდება და დებიუტი შედგა. აი ზუსტად ქალბატონი ლილას სიმღერით მოიპოვა ჩემმა შემოქმედებამ აღიარება. ხები კვლავ დღებს ისევ მისდევდა და ღამეს უშენობი სუსხი მითევადა და მოხელა და გული საგულესა და უბრუნე და მაინც რამადენი მალოდინე რამადენი თოლის მოსვლა რამადენი გაზაფხული ფიქრები და დაზაფარული რამადენი შემოდოგომანის ლებში და გარგული სვაინთისობაში გაიზარდე და ბავშვობაში გეძახდნენ ჩაქუჩას, რატო? ძალიან მიყვარდა ლურსმების ჩაჭედება. სადაც ფიცარს ვნახავდი ან მსგავს რაღაცას ან ხის ნაჭერს ან რაღაც ყველგან ლურსმას ვაჭებდი. შენი ჩაქუჩი დადიოდი ყველგან, ხო? კი, ჩემი პატარა კომპაქტური ჩაქუჩი მქონდა და დიდ ლურსმებს არა, პატარა ლურსმებს ვეძახიან. ისინი მე და ყოველთვის ჯიბეში და სადაც რბილ ადგილს ვნახავდი ხეზე, იქ ვაჭედებდი ყველგან. ანუ რატო უცნაური გატაცება გქონდა. უცნაური გატაცება იყო და თან კიდე ყველას უყვირდა, ნუ ეს ბავშვი უცხო პლანეტელი ხო არ არის, რეებს აკეთებს, ანუ რატო შეიძლება ახლა ყველგან სადაც შეიძლება რბილი მასალა ნახო ხის და
ის ჩააჭედე ლურსმა. ოღონდ ბევრს ვაჭედებდი, ერთ ადგილას ვაჭედებდი 25 წელს, 30 წელს პატარა იმას, რა ქვია, ლურსმას. ხო. და ამ სახლის დაგრევა მოგიწიათ მე, ხო, იმიტომ რომ ძველი სახლი იყო და ახალი უნდა გიშენებინათ. ეს დაახლოებით საუკუნეზე მეტი წლოვანების სახლია თუ არ ვცდები და სარესტავრაციო ხო, მესმის, რომ დაზიანებული იყო და დაგვიშენებინა ახალი. და მოგიწიათ გადასვლა ოჯახ საცხოვრებლად სამხედრო ბაზაზე. და აქვე ვიტყვი რომ მამაც, ბიძაც და პაპაც იყვნენ სამხედროები, ხო? მამა პოლკოვნიკია. ხო. 4 ომი აქვს გამოვლილი, ბიძაც სამხედროა და პაპაც სამხედრო იყო, რა თქმა უნდა და ყველა რაღაცნაირად სამშობლო სამსახურში იყო ჩართული. დიდი სურვილი ჰქონდათ რომ მეც გამხდარიყავი სამხედრო. მე პრინციპში სურვილი მქონდა ოღონდ ფრინავი მინდოდა რომ გამოსულიყავი და სხვათა შორის დღეს აქტიურად ვცდილობ რომ მოვიპოვო ფრენის ლიცენზია. მართლა? კი, ძალიან მიყვარს საფრენი აპარატები და სამხედრო აკადემიაშიც მომიწია სწავლა რაღაც გარკვეული პერიოდი. ხო, ამაზეც ვისაუბროთ, მანამდე მინდა გაიხსენო ის პერიოდი, როცა ოჯახი გადადიხართ სამხედრო ბაზაზე საცხოვრებლად. და ეს არის 90-იანი წლები. 90-იანი წლები იყო ძალიან არეულობა ჩვენს ქვეყანაში და თბილისში. მე მაშინ ცოტა პატარა ვიყავი და ცოტა ნაკლებად აღვიქვამდი ამ სიმძიმეებს რაც ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ მახსოვს ძალიან ბევრი ძაღლი მყავდა. ხო, და ძაღლების სიყვარული გაქვს განსაკუთრებული, აქვე აღნიშნეთ. ძაღლების სიყვარული მაქვს, მათი კეთილი დამოკიდებულება ადამიანებისადმი ყოველთვის მაგიჟებდა და მათი უანგარობა მაგიჟებდა ყოველთვის და მათი სიყვარული მაგიჟებდა. სხვანაირები არიან, სხვა ცხოველებთან, ნამდვილად, ამაში უნდა დაგეთანხმოთ, რომ მეც იგივე განცდები მაქვს ძაღლების მიმართ. და იქ იყვნენ ბაზაზე ბევრი ძაღლი, რომელსაც უვლით. მეტისები ასე ვთქვათ. ხო, მეტისებს რომ ეძახიან. და ყველას უვლიდი, ვაჭმევდი, ყველასთან თამაშობდი. ერთხელ ითამაშე განსაკუთრებულად და ერთხელ ვითამაშე. თუ ასე ვნეოდი ამ ძაღლს, თამამაღლა. ერთხელ კი განსაკუთრებული მომენტი იყო, როდესაც მიწაზე ვიწექი ესე და მეთამაშებოდა, ხან მაჯაზე მკვენდა, ხან ლოკავდა სახეზე, ხან ის და ამ მაჯაზე რო კვენდა ხუმრობით ყვიროდი მიშველეთ და თურმე ამ სამხედრო ბაზაზე ყოფილა მოწყობა. სადაც იყო მინისტრი კი და ამ მიშველეზე ტაქტიკურად მოკლედ ზოგი ერთი ოცეული შუა მხრიდან ამოვიდა, მეორე ოცეული მარცხნიდან, მეორე ოცეული მარჯვნიდან, მესამე ოცეული უკანა მხრიდან და მოვეკეცი ალყაში და მამაჩემი ხედავს ფაქტს რომ მე ამას ძაღლს ვეთამაშები, ის მკვენს, ლოკავს და თან ვამბობ რომ მიშველი, ამ ფაქტს ჩაესწრო. ხო. ის კი შეესწრო, მაგრამ მე მადლობა ღმერთს გავასწარი იქიდან და ერთი კვირა დედა ჩემი ჩემ თავს არაჩვენებდა მამაჩემს, იმიტომ რომ მოწყობა ფაქტიურად ჩაუშალა. ზვიადი სამხარაული იყო ბატალიონის მეთაური და მისი მოადგილე იყო მამაჩემი და საპასუხისმგებლო მომენტი იყო, მინისტრი იყო, მოწყობაზე იდგა ხალხი. და შენ ბავშვური თამაშით ხო, ჩემი ბავშვური რაღაც გაუთვლელობით მოხდა ესეთი. სასაცილო შემთხვევა, მაგრამ იმ მომენტში ცოტა შემეშინდა. ხო, მამის სახეს რო დაინახავდი და თანამდე ჯარისკაცს რომელიც ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ჯარისკაცი წარმოვიდგინე და ცოტა დავიფენე. მაგრამ ძაღლებთან დაკავშირებით იყო ძალიან ძიმე ამბავიც. როცა ერთ დღეს ავტომატის ძაღლებთან კი ხმა გაიგე, გაიხედე და საზარელი სურათი დაინახე გარეთ. თუ არ ვწდები მე და თათია ვიყავით სახლში და დაიწყო სროლის ხმა. რო გავედით გარეთ საზარელი სანახავე იყო, იმიტომ რომ ის ყველა ძაღლი იყო დახოცილი, რომელთანაც მე მეგობრობდი და ჩემი ბავშვური სიყვარულის შეგრძნებები და ემოციები მქონდა განაწილებული. ეს ჩემთვის თუ არ ვწდები, იყო რაღაც დაავადება ძაღლებში, ცოფი იყო თუ არ ვიცი, ვერ გეტყვით, მართლა ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რატო გააკეთეს ესეთი სისასტიკე. მაგრამ დიდი სტრესი, ხო? იმ დროს და იმ მომენტში ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მაშინ მივხვდი პირველად როგორი შეიძლება იყოს ადამიანის სასტიკე, ხო? მას შემდეგ უფრო მეტად გამიმძაფრდა სიყვარული ძაღლების მიმართ. უფრო მეტი ზრუნვის სურვილი გამიჩნდა და სხვათა შორის, როდესაც მომეცემა ამის შესაძლებლობა, აუცილებლად უნდა გავხსნა ტობის სახელობის
ძაღლების სასტუმრო, ასე ვთქვათ. თავშესაფარი არა, სასტუმრო. ტობი არის ჩემი გერმანული ნაგაზი, რომელიც ჩემთან ერთად არის. კარგი იდეა. მე-7 წელი. ხო, კარგი იდეა. კი, ერთმანეთს უზიარებთ ხოლმე უდიდეს სიყვარული. ისევ მდგივა მორჩენილი იარა შენ მიხმედა თავს გახლებ ერთო თან ერთად გაზაფხულ მაციარა მატრახს ჩვენში ვინა გადარებს თეთრო თუმცა ავტომატებთან დაკავშირებით პირდაპირ შენ შეგეხო, იმიტომ რომ ცეცხლი გაგიხსნეს, პატარა იყავით შენ და შენი და როცა მძღოლს მოყავდით სკოლიდან კი, სკოლიდან მივდიოდით ბაზის ტერიტორიამდე და არ ვიცი, მილიცია იყო თუ საერთოდ უბრალო ადამიანები და რამოდენიმე ტყვია გვესროლეს, მოკლედ. არავის არ მოხვედრია, ხო? მადლობა ღმერთს, არავინ არ დაშავებულა. შიშის მომენტი არის, ო დათო. სროლის ხმაზე შიშის მომენტი მედიტაციას არასოდეს არ გვაქვს. ხო. იმიტომ რომ სამხედროების ოჯახში გავიზარდეთ და პოლიგონზე ხან დავდიოდით, ხან სწავლობდით სროლას, იარაღთან ურთიერთობას სწავლობდით და ასე შემდეგ. ამ ჩვენთვის ეს ცუდი არა, უფრო სწორად ძაფრი არ ყოფილა, იმიტომ რომ გვესმოდა ხმები და ჩვენთვის ჩვენაც რომ მოგდევს უკნიდან ავტომატიდან გესვრის. ყველაზე დიდი სტრესი მაინც იმ სროლამ მომაყენა, რომელიც სროლაც ძაღლებისთვის იყო განკუთვნილი. ეს იყო ყველაზე მტკივნეული ჩემთვის და ყველაზე მძიმე. თორე ის რომ იქ მოგდევდა ვიღაც ადამიანები და რაღაც რამოდენიმეჯერ გაისროლის, ის უფრო არ მახსოვს. ვიდრე მახსოვს ის როგორ დახოცეს ძაღლები. მძაფრდა მტკივილიან მოგონება დაგჭა ბავშვობის ხო ვერასოდეს ვერ ამოვშლი ამას საკუთარი ცნობიერებიდან, იმიტომ რომ ეს როგორც დაღი ისე არის ჩემ ცნობიერში დალეგილი. მამა აფხაზეთის ომში იყო და რამდენიმეჯერ დაიჭრა, ხო ერთხელ ნაღმზეც აფეთქდა. მამა თამაზი კენჭიაშვილი პოლკოვნიკი ადამიანია, 4 ომის მონაწილეა. 2008 წლის ომის ჩათვლით. მამას რამხელა ტვირთი ჰქონდა და რამხელა შეგრძნება და რამხელა დამოკიდებულება თავის ქვეყნის მიმართ, რომ ამხელა რისკზე მიდიოდა საკუთარი სიცოცხლის ფასად, ეს ნამდვილად დასაფასებელია ჩემთვის და მე ვამაყობ, რომ ესეთი მამის შვილი ვარ და ესეთ მამამ გამზარდა. თეთრ არწივში იყო გია ყარყარაშვილის ბატალიონში. როდესაც ომში იყვნენ ისინი, არის კიდევაც ამის კადრები, ფანდურით მღერიან სიმღერას თუ ასე თორფა იყავის ზედ ბრძოლის ველზე, სანამ გარკვეულ ხაზზე არ გადავიდნენ, ანუ წინა ხაზზე. თუ ასეულა იყავი, რადგან გამჩევდიაო, იმან რომ სიყვარულისთვის გული არ გამიდიაო, იმან რომ სიყვარულისთვის გული არ გამიდიაო. ხელოვნება არც მამისთვის არის უცხო, იმიტომ რომ მას სმენა იდეალური აქვს როგორც დედას. და აი ამ დამოკიდებულებით და აი ამ მელოდიებით და აი ამ ვიბრაციებით მიდიოდნენ ომში და იცავდნენ საკუთარ ქვეყანას. ხო.
და რამდენიმეჯერ ჩამოვიდა დაჭრილი, რეაბილიტირება გაიარა და უკან დაბრუნდა. კი, უკან დაბრუნდა. ორჯერ თუ არ ვწდები, კანტუზია მიიღო, ერთხელ ტანკში აფეთქეს. ეგ კარგად მახსოვს, იმიტომ რომ თეთრი ბინტები ეკეთა, როდესაც შემოიყვანეს სახლში და აი ეს პროცესი რო დაწვა და მე რეაბილიტაციის პერიოდს რო გადიოდა, ეს ყველაფერი მახსოვს. და რომ როდესაც გამოშუშტებოდა, უბრუნდებოდა უკან ბრძოლის ველზე. იქ სხვათა შორის ნათლული მოუკლეს გიაში ხიაშვილი, რომელიც ზუსტად 7 მაისს იყო დაბადებული, როგორც მე. იქ მონათლა ომში და ამ ბიჭს, ამ გიას შეუყვარდა აფხაზი გოგო. და ამ აფხაზი გოგოსთან უნდა გადასულიყო და თუ არ ვწდები, ან სნაიპერმა იმსხვერპლა, ან ნაღმა, ზუსტად არ მახსოვს და მასაც ესეთი ცუდიანი ისტორიებია. პაპა დავითი კენჭიაშვილი ჩადიოდა და მიცვალებულები ჩამოყავდა აფხაზეთიდან. მისთვისაც ძალიან რთული იყო, როდესაც მიცვალებული ჩამოყავს და უნდა მიუყვანოს, ასე ვთქვათ, ოჯახს და ის იყო პირველი მაცნე, ასე ვთქვათ, ამ ტრაგედიის. და მიუხედავად იმისა, რომ შენ ვერ აღიქვავდი პატარა იყავი ომის სიმძაფრეს, ერთხელ გადაწყვიტე, რომ მამის სანახავად წასულიყავი და ჩუმად შეიპარე იმ ავტობუსში, რომელსაც ჯარისკაცები მიყავდა, ხო? კი, ნუ ეს მამის მონატრების თემა. უბრალოდ ეს მამა მიდის და მამა სად მიდიხარ, ხო, ვერ იგებ ომში მიდის თუ პირდაპირ ტყუიაზე მიდის, ვერ იგებ სად მიდიხარ, სად არ წახვიდე, მეც მოვდივარ. ეგეთი რაღაცეები იყო, ეგეთი ნიუანსები და ხო, ერთ გაიცინა და შენად არჩიო ოჯახს მიხედა. აუგარით ჯერ ხომ ასის ხალი ვიდუხს ზარფში ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასვენია ჯერ ხომ ხედის ვედი ცხობის დიდაძარში საქართველოს ხერი გული ასვენია და დედა მუშაობდა წითელ ჯვარში. და მათ შორის მეც და თათიას. შენ და შენი დაც, ხო? პატარები იყავით და მოხალისეებად დაიწყეთ იქ მუშაობა. რას აკეთებდით? დედა ადამიანებს რაღაც გარკვეულ ამანათებს ურიგებდა გაჭირვებულებს, კი, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდებოდა. ვეხმარებოდით ხოლმე და დავდიოდით კარიდან კარზე. ჩვენ ვიყავით, თუ არ ვწდები, თაწმინდის ახალგაზრდურის კოორდინატორები. და როგორი სიხარულით ხდებოდა, წარმომიდგენია ის ადამიანები, მათთვის ახლა ეს იქნებოდა. რა თქმა უნდა, უდიდესი სიხარულია და ერთგვარი იმედია, როდესაც ეს ახალგაზრდები მიდიან მოხუცებს, ან ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ეხმარება, მარტო მოხუცები არა, ვეტერანები, ომის მონაწილეები და რაღაც გამოგვივიდა 17 ლარი ქონდა თუ არ ვწდები ხელფასი. აჰა. 17 ლარიც ახლა რაღაცა იყო. პატარა 13 წლის ასაკში. კი, მაგრამ მუშაობდით და აი ამ სამსახურიდან ხო გამოვიმუშავებდით. ერთი იყო. ძალიან მაგარი ამბავი, როცა დის დაბადების დღე მოდიოდა. შენ გადაწყვიტე, რომ მისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და არ მოყვა კარგი შედეგი, იმიტომ რომ დაგიჭირეს. და აღმოჩნდი პოლიციის განყოფილებაში. მოკლედ 10 ივნისს აქ თათიას დაბადების დღე და მე და ჩემმა მამიდაშვილმა გადავწყვიტეთ, რომ მისთვის გაგვეკეთებინა საჩუქარი. ნუ ჩვენ მაშინ არ გქონდა ფული და დავიწყეთ სახში რაღაცების ქექვა. უნდა გაგვეყიდა ის და ამ გაყიდული რაღაცით, არ ვიცით რაც მოხდება ხელში, გვეყიდა საჩუქარი თათიასთვის. ჩვენ სახში აღმოვაჩინეთ ჩანთა, სადაც ელაგა, კლიბები, პატარა ჩაკუჩი, რაღაც ხრახნი. მოვიფიქრეთ, რომ გაგვეყიდა ეს ოქროს ბირჟაზე, იმიტომ რომ პატარა კლიბია, ვიღაც რაღაცას და ჩახერხავს, შეიძლება გამოადგეს და დავიწყეთ დახლებზე სიარული და გვინდოდა რომ ეს რაღაც ხელსაწყოები გაგვეყიდა. ამ დროს უცბად ორი ადამიანი ერთ ჩემ მამიდაშვილს კიდებს ხელს მაჯაში და მეორე ოპერმუშაკი მე მკიდებს ხელს და აგვიყვანეს მეორე სართულზე განყოფილებაში. თურმე აღმოჩნდა რომ ამ ხელსაწყოებით ყველაფრით შესაძლებელი იყო რომ გაეკეთებინათ ნებისმიერი სახლის გასაღების ასლი. ანუ დაჭერას გიპირებდნენ, იმიტომ რომ არ შეიძლება სავარაუდოდ დაჭერას გვიპირებდნენ, იმიტომ რომ გვითხრეს რომ დაურეკეთ თქვენებს, დასაცმელი მოგიტანონ, ეს რაღაც გარკვეული ნივთები მოგიტანონ და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. რამდენი ხანიც ვიჯექი განყოფილებაში, აი ზუსტად იმდენი ხანი ვიყავი ბედნიერი. აი როდესაც შემოვიდა მამა ჩემი გასცდა ამ ოპერმუშაკებს და ორივეს ძალიან სერიოზული და მწარე ხელი მოხვდა ერთ სახეში, მეორეს აღარ მახსოვს, კეფაში თუ სადღაც. და მე თვითონ ის ოპერმუშაკები ეუბნებოდნენ, რომ უხერხულია
ნუ გაურტყავდა. წაიყვანეთ და მოკლედ ნუ ასე ვთქვათ, წამოვედით უკან და თათიას დაბადების დღეს უკან დაგვრჩა. აღარც მივედით თათიას დაბადების დღეზე, იმიტომ რომ მამა ჩემი გაბრაზებული იყო და ჩვენ ვეღარ მივედით. და რა კეთილი საქმის გაკეთება გინდოდა კი, მაგრამ უბრალოდ შემდეგ ანუ ახსნა იყო ძალიან რთული, რომ ჩვენ ამ საქმის გაკეთება გვინდოდა და ამიტომ წავედით და ამიტომ გვინდოდა ამის გაყიდვა, რომ თათიასთვის საჩუქარი გვეყიდა. ნაჩი მარტო კეტა როგავიდაგა იმ პირველი კოსმის გარდა არაფერი დამჭა ნაჩი მარტო კეტა როგავიდაგა იმ პირველი კოსმის გარდა არაფერი დამჭა სამხედრო აკადემია ახსენე. კი ბატონო. ჩააბარე და არ დაგიმთავრებია, ხო? ჩემთვის ახლა ძალიან რთულია 6 საათზე ადგომა და 12 კილომეტრი სირბილი. ანუ შევძლებ ჩვეულებრივად, არ მაქვს პრობლემა. კარანტინშიც ვიყავი აზიანში, გველებიც მახტებოდნენ, კონსერვებსაც ვჭამდით. ყველაფერს ვაკეთებდით, ანუ კარანტინის გამოვიარეთ და როდესაც დაუბრუნდით მარჯანიშვილზე სამხედრო აკადემიაში, დაახლოებით 6 თვეში უკვე მომიწია უკან დაბრუნება. ნუ ეს 6 თვე ვფიქრობდი, რომ აი იქნება ადაპტირდე და ნუ არ გამოვიდა და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იქ აკადემიაში ყოფნის დროს ჩამოყალიბე ანსამბლი. კლუბის უფროსმა, ასე ვთქვათ, დამითმო დარბაზი და ყოველ დღე ვაკეთებდი რეპეტიციებს და აღარ დავრბოდი 12 კილომეტრი. მაგრამ 6 საათზე კი მაყენებდი, მაგრამ სირბილი აღარ მიცემდა ხოლმე და იქაც რაღაც პატარა ანსამბლი მყავდა, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით იყო და ამა თუ იმ კონცერტზე საშენო საქმე და კი, აკადემიის ეგიდით მოგვიწია რამოდენიმეჯერ კონცერტზე გასვლა და მათეჩები ძალიან კარგი დამღერიც და შესრულებაც გამოვიდა. თუმცა ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრე, მართალია ამ პროფესიით არ გიმუშავე, მაგრამ დაამთავრე და იყო კიდე მუსიკალური სასწავლებელი. კი ბატონო. სადაც დაიწყე სწავლა, მაგრამ არც იქ არ დამთავრდა ბოლომდე. გამომაგდეს. ხო რატო? სოლფეჯოს გაკვეთილზე ვმღეროდი, რუსული ლიტერატურის გაკვეთილზე ვმღეროდი, სიმღერის გაკვეთილზე ვმღეროდი და როდესაც ფოიეში ვიდექი ჩემო მეგობრებთან ერთად მაშინაც კი ვმღეროდი. ანუ ცუდი ყოფაქცევისთვის თუ არა? ალბათ ასე გამოვიდა, ცუდად ვიქცეოდი და არ დამღეროდი. იდეაში მე ცუდი არაფერი არ. ოპერის წინ სიმღერის გულისთვის რო ადამიანს დაიჭერა დაახლოებით ეგ ვერსია იყო. და შემდეგ წელს სანამ მივიდოდი წინა დღეს წავედი სადგურის მოედანზე, შევიმოსე შემდეგი წლისთვის, იმიტომ რომ იქ ბევრი ჩემი მეგობარი იქნებოდა, ბევრი გოგონა იყო. ყველას ლამაზად აცვია შემდეგი წელია და იწყება ახალი სასწავლო წელი და მეც რა თქმა უნდა ბუნებრივია როგორც შემეძლო და რა რესურსიც მქონდა, ისე შევიმოსე და როდესაც შევედი აუდიტორიაში, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც სახელსა და გვარს არ დავასახელებ, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი ადამიანია და რექტორი იყო მაგ დროს, მაგ მომენტში. მან ასეთი რამე მითხრა, რომ თქვენ გარიცხული ხართ. დავრჩი ესე გაღიმებული. აუ, მაშინაც მაგარი ნაწყენი იქნებოდია რა, რაღაცა რატო ის გამო? სიმღერისთვის. აუ, ხო, ნუ არ უსამართლოა ჩემი აზრით. გავიდა რამოდენიმე წელი და ზუსტად ამ ადამიანს, ამ რექტორს, იმიტომ რომ მან არ იცოდა, ჩემი სიმღერა ქონდა ტელეფონზე ზარად. ვაუ, უკვე როდესაც თუმცა არავის არ უთქვამს, რომ ეს ის ბიჭია, რომელიც შენ გარიცხე, თვითონ რომელიც შენ გააგდე, ასე ვთქვათ. თვითონ ემახსოვრებოდა, სხვას რომ წარეთქვა. ფიქრობ არ ემახსოვრებოდა, უბრალოდ სიმღერა მოეწონა ალბათ და მაგან არც იცის, რომ ეს ის ბიჭია? მე ვფიქრობ, რომ მეც ერთ-ერთი მოსწავლე ვიყავი, როგორც სხვა დანარჩენი იქ ბევრი და კონკრეტულად ჩემზე აქცენტი დარწმუნებული ვარ, მას არ მქონია არასოდეს. ესე დაალაგდა, ადამიანმა გამაგდო და რამოდენიმე წლის მერე ხდება ისე, რომ შენ სიმღერებს უსმენს აქტიურად. ტელეფონზე გზარად ჩემი ერთ-ერთი სიმღერა.
სუპერ მამიკოები. ოჩახ ბიჭებო ოჩახ. მოემზადე ყველაზე საოჯახო მოგონებების შესახებ. ამდენ ბავშვებს კაცები როგორ მიხედა? დაგვეხა. სუპერ მამიკოები. საქართველოს კინოთეატრებში. რატო ცოტა მორცხვით ხარ ხო აი სცენაზეც რაღაცა პირველი პერიოდი მორცხვობა ქონდა გოგოების მიმართაც ესე იყავი აი ვინმე რომ მოგწონდა გერიდებოდა გამოხატვა თუ ამ მხრივ თამამიერა კონცერტს რაც შეეხება მე ვფიქრობ რომ როდესაც მსმენელის წინაშე დგები და მით უმეტეს შენი ქვეყნის შვილების წინაშე შენი ქვეყნის მსმენელის წინაშე დგები უდიდესი პასუხისმგებლობა და არი ნერვიულო ეგ ნიშნავს იმ ადამიანების უპატივცემულობას, ვინც მე მისმენენ, იმიტომ რომ მე უნდა ვინერვიულო, აუცილებლად უნდა ვინერვიულო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კარგად მივიტანო ადამიანებამდე, რაც მე მაქვს გაკეთებული და რაც მე შევქმნი ამდენი წლის განმავლობაში. ეს როგორც ხელოვნებას, ანუ სცენაზე, მაგრამ რაც შეეხება ქალს, ცოტა მწვენია. გერიდებოდა გამოხატვა, აი როცა ვინმე მოგწონდა. ყოველთვის მერიდებოდა გამოხატვა და დღესაც მერიდება გამოხატვა. ნუ არ ვიცი რატო შეიძლება იყოს ეს, ან რატო უნდა მწვენოდეს ადამიანთან ურთიერთობის ან კომუნიკაციის. უბრალოდ არ ვიცი, ალბათ მაგ მწვენია. უფრო მერიდებ, ძალიან რთულად შევდივარ ქალთან კონტაქტში. იმიტომ კი არა რომ შეიძლება მე არ მინდოდეს რაღაც ნაბიჯის გადადგმა. მე შეიძლება მინდოდეს, მაგრამ თქოს რაღაც ფეხს ვითრეყო. თუ რა ამ დრო გჭირდება იმისთვის რომ რაღაც კომუნიკაცია შედგეს და ალბათ კი ადაპტირება მჭირდება ადამიანს რომ კომუნიკაცია შედგეს. ალბათ მოკრძალება უფრო მაქვს. ხო, მესმის. რაღაცნაირი და ხანდახან იმას ვფიქრობ რომ აი რომ მივიდე რა უთხრა. არა და მარტივად შეგიძლია უხარ. არა და ყველაფერი მარტივია. მიყვარხარ. ყველაფერი მარტივია. რასაც გზნობ მოგეთ გამოხატ. კი არა, ეს მხოლოდ სიყვარულზე ხო არ არის და აი შეყვარებული რასაც ქვია ყოფილი, ყველაზე მეტად რაც მახსოვს, არ ვიცით 11-10 წლის ვიყავი დაახლოებით. ყველაზე მძაფრად მახსოვს ერთი გოგონა, რომელიც თავის დედიკომ ჩამოიყვანა ქობულეთში დასასვენებლად. მე ეგეთი შეგრძნებები შინაგანად ესეთი სუნთქვა, ესეთი გულისცემა არასოდეს არ მქონია. თანამასაკში პატარა. არასოდეს არ მქონია, შემიძლია თამამად თქვა. ალბათ ის ბავშვური იყო, ყველაზე სუფთა იყო და ყველაზე კეთილი სიყვარული იყო. რაც მე იმ წამს და იმ მომენტში ვიგრძენი, ერთხელ იმდენად მინდოდა მისი ნახვა, ჩვენ მიყავით ზღვასთან ახლოს, ანუ როდესაც სახლიდან გამოვიდოდით, კიბეებზე ავიდოდით და უკვე ზღვა ჩანდა. და ის გოგონა, რომელიც მე ძალიან მიყვარდა და ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, იყო ძალიან ბევრი სახლის მოშორებით. ძალიან ვინერვიულე ცრემლები უყვარე იმისთვის რომ მოეყვანათ. ცუდი ამინდი იყო და არც სხვაზე არ გამოვიდა. რომ დამენახა და შემეგრძნო ის ყველაფერი, რასაც მასთან ერთად გძნობდი, არც ქუჩაში არ იყო, არც გადახურულ ფანჩატურში არ იყო, სადაც ჩვენ ხშირად ვიჯექით და ერთმანეთს რაღაცებს ველაპარაკებოდით. არსად არ იყო და ძალიან ვინერვიულე და ვეხვეწებოდი დედასაც და იქ ვინც იყო უფროსები რომ გეხვეწებით მომიყვანეთ. და აი ეს გულამოფსკვნილია რომ ამბობენ, აი გულამოფსკვნილი ვტიროთი, რომ ის ადამიანი მოიყვანა ჩემამდე და როდესაც მომიყვანეს ნიკოლოზ. მოიყვანეს? კი მოიყვანეს. და როდესაც მოიყვანეს, თვალები შეეშრა თავისით. ის და დავწყნარდი, იმიტომ რომ ის იქ იყო ჩემ გვერდით. ხო, ეს არის სიყვარული, ესე ძალიან მძაფრად ყვარებია ამასაც. კი, მაგრამ მე მიყვირს, როგორ შეიძლება და ეგეთ პატარა ბავშვს 11-10 წლის ბავშვს ესეთი შეგრძნებები ქონოდა ამ გოგონას მიმართ. ფაქტია. რომელიც ნახე სულ რაღაც 3-4 დღეა. რამდენი ხანი ყავით დასვენებული? აი მინდოდა რომ მეთქვა ეგ მომენტი. მე რომ ჩამოვედი. ხო. ის გოგონა მიდიოდა დაახლოებით 4-5 დღეში. და აი ეს 4-5 დღე იყო ჩემთვის. არც თათია მახსოვდა, არც დედა მახსოვდა, არც მამა მახსოვდა, არც ნათესავები არ მახსოვდა. საერთოდ არავინ არ მახსოვდა. ერთადერთი ადამიანი იყო, ვის ნახვაც მინდოდა და ვისთან ერთადაც მინდოდა ყოფილიყავ უბრალოდ იმ გადახურულ ფანჩატურში, იმ ზღვის ნაპირზე, უბრალოდ დამჯდარიყავი და ერთმანეთისთვის გვეყურა. უთხარი რომ მოგწონდა? რა თქმა უნდა უთხარი. ანუ მასთან გაბე. რა თქმა უნდა ვაკოცე. და აი ამან გამოიწვია ჩემი აფეთქება და ამან გამოიწვია ჩემი როგორ თქვა ჭკუიდან გადასვლა და სხვა სამყაროში გადაყვანა. სახელმდებო არ ხო გახსოვს?
ანუ არ გიცდია ნატამ ჟავანაძე აი სოციალურ ქსელებში ან სადმე რომ მოგეძებნა არ გიცდია შეიძლება ის ბავშვობის გზნობა არ დაბრუნდეს მაგრამ ნიკოლოზ ეს მსგავსი რაც შენ მითხარი ან კომუნიკაცია ან კონტაქტი არ მიცდია მაგრამ ზაფხულში ვიყავი ბათუმში ხო ქოფულეთის შემოსასვლელი რომ დავინახე გადაუხვიე და ზუსტად იმ გადახურულ ადგილს ვეძებდი სადაც ჩვენ ვიჯექით ყველა ჩიხი შემოვიარე ღამის პირველი საათი იყო ყველა ჩიხი შემოვიარე სადაც კი მახსოვდა რომ მე გავიარე ჩემი ფეხით ან მე გავიარე მასთან ერთად ყველა ჩიხი ყველა შესახვევი ეხლა უბრალოდ ბევრი ალბათ შეცვლილია ხო რა შეცვლილია მაგრამ ყველა ჩიხი და ყველა შესახვევი მოვიარე იმანქანით რომ იმ ადგილას მივსულიყავ მაინც ვერ ვიპოვე და აი ზუსტად ეგ განცდები მქონდა და ზუსტად აი აქედან რომ დაიწყებდა და აი ეს ამოვიდოდა და ჩავიდოდა აი ზუსტად მაგ განცდით ვეძებდი ღამის პირველ საათზე მაგ გადახურულ ფანჩატურს სადაც ჩვენ რას არ ვიცი რა საინტერესო ის ხო ეს დაიტერეს სად არის ან საერთოდ როგორია ხო კი მაგრამ აი ან ბავშვი ვიყავი, მაგრამ კიდე სხვანაირად მიყვარდა, კიდე სხვანაირად აღვიქვავდი მის. და ესეთი მძაფრი გრძნობა მე მქონია წლების განმავლობაში. კი, რაღაც გარკვეული გრძნობები მქონია, მაგრამ ის პირველი რომ დამეჯახა ესე, ტალღასავით რომ დამეჯახა, აი მას მერე არასოდეს არ განელდება, არ ვიცი რა უნდა მოხდეს. და ისეთ შეყვარებული რომ გეფიქროს რომ აი დავოჯახდე უკვე აი ესე სერიოზულად რომ დაგეყენები რომ შენ თავთან ეგზაქტად. ჯერჯერობით ეს არ მქონია, ბევრ დროს უთმობ ხელოვნებას და მერე პირად დიდ დროისთვის ხანდახან აღარ მჩება. თუმცა სიყვარული რომ მოვა თავისით მოვა რომ დრო გაქვს არ გაქვს უკვე არ ექნება მნიშვნელობა იქნები შეყვარებული. სრულიად გეთახვები ნიკოლოზ, მაგრამ არის ის დრო დამინდი. რა თქმა უნდა. ან შეიძლება არც მოვიდეს. ხო, არავინ არ ვიცი. კი, რა თქმა უნდა. არავინ არ ვიცი. ცოტა რთული საკითხია. ამის რაღაც გარკვეულწილად დაგეგმვა რომ აი ჩემი ოჯახის წევრებიც ხომ მეუბნებიან ცოლი მოიყვანეთ ოჯახი ხო შვილები კი როგორ არა კი განსაკუთრებით ჩემი და აქტიურობს მაგაზე მაგრამ მე მას ესეც სიურპრიზს ვერ გავუკეთებ ჩემი დათო ეხა მე მინდა ერთ თემას შევეხო, ვიცი რომ მტკივნეულია, მაგრამ არ შემიძლია რომ ამ თემას გვერდი აუარო. ეს არის დედა, რომელიც რამდენიმეჯერ ვახსენეთ ამ ინტერვიუში და განსაკუთრებული ადგილი ეჭირა შენ ცხოვრებაში და რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მოულოდნელად მოხდა ეს ამბავი თუ ავადმყოფობდა დედა? დედა სრულიად ჯანმრთელი იყო. ბოლოს გავიგეთ რომ რაღაც დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც იყო საოპერაციო. ხო. და ოპერაციის დაგეგმვიდან 3 დღე გაატარა კლინიკაში და მას შემდეგ გამიფრინდა ცაში. შენ მასთან ერთად იყავი ბოლოს? მე ვიყავი იმ შემსწრეს, როდესაც ეს დიაგნოზი, ასე ვთქვათ, აუმოქმედ და ორგანიზმში სახლში ვიყავი მაგ დროს. ძალიან უცნაური რა მოხდა, ის პირველ სართულზე იყო ეზოში. მე ვიყავი მეორე სართულზე, ზაფხული იყო. წამოწოლილი ვიყავი ჩემს ლოგინზე. ავდექი რაღაც არ ვიცი რა მომაყენა, რატომ მომაყენა. ავდექი უბრალოდ და გადავიხედე პირველ სართულზე და დედა ჩემი მიწაზე იჯდა, ასე ვთქვათ. მე ვერ გავიგე რა მოხდა, ხელში ავიყვანე, სასწრაფო გამოვიძახეთ. ეს პროცესები უკვე აღარ მახსოვს. ტვინში მახდებოდა. ერთ კლინიკაში როდესაც ჩავიყვანეთ, მე არ ვიცი რატომ მიგვიღეს საერთოდ კლინიკაში. ის აპარატი არ ქონდათ, რაც უნდა გადაიღოთ. და მოგვიწია სხვა კლინიკაში გადაყვანა და ალბათ დროშიც ვერ მოვასწარეთ. 3 დღეში გაფრინდა. და ამის მერე ქონდა დეპრესია.
ეს თიმძაფრი დეპრესია მე მგონი არასოდეს არ ხონია ხო ცხოვრებაში. როცა აღარ სიმღერა გინდოდა, აღარაფერი არ მინდოდა საერთოდ. არაფერი არ მაინტერესებდა საერთოდ, არავინ არ მაინტერესებდა საერთოდ. მქონდა 2 წელიწადი დეპრესია, როდესაც ხმა არ მომიღია. არ გიმღერია. ვერ კონტაქტობდი ვერავისთან, სახში ჩაკეტილი, არანაირი კომუნიკაცია არავისთან. და ეს ტალღები და ნუ უდიდესი როლი ითამაშეს ჩემმა დამ და ჩემმა სიძემ. ამ ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანაში, იმიტომ რომ გაცილებით მძიმედ ვიყავი, ვიდრე მაგალითად თათია და კიდევ სხვა დანარჩენები. ალბათ ბიჭისათვის დედა, სხვა მცნება, სხვა საყრდენია, სხვა ფილოსოფია და სხვა სიყვარულია, სხვა სიწმინდე, ასე ვთქვათ. მეც რა მომეწონა ჩანაფიქრი შენი, რომ გინდა რომ ყოველ დედის დღეზე შენი დედის საპატივსაცემოდ კონცერტი ან რაღაცა საღამო გააკეთო ხოლმე, ხო? კი, რა თქმა უნდა, ის მე რაც დამაკლდა ცხოვრებაში, მინდა რომ იმ დედიკოებმა შემივსონ, რომელი დედიკოებიც თვითონ კონცერტზე მოვლენ. კონცერტი ეძღვნება დედებს, დაპატიჟეთ დედები, ვაჩუქოთ მათ სითბო, სიყვარული და ვაჩუქოთ ულამაზესი საღამო. მინდა რომ ერთი ძალიან მოკლე ისტორია მოვყვე ჩემმა მეგობრებმა დამპატიჟეს თიანეთში. ძალიან იშვიათად მღერი ხომე სუფრაზე. იმედი არავინ გამიწყრება ამის გამო უბრალოდ მიჭირს ხომე, როდესაც ან ხმა არ ყავს, ან ნუსმერ. სუფრის მსვლელობის დროს ამ ჩემი მეგობრის დედა მოვიდა, ჩამეხუტა გულში, ჩამიკრა და მითხრა: შენ არ შეგეშინდესო, მე შენ გვერდში ვარო. და აი იმდენად მძაფრი იყო ეს ყველაფერი, რომ აი ავდექი დავიწყე და მეთქი უნდა ვიმღერო. უნდა ვიმღერო ის, რაც უმღერე დედას მეთქი და ზუსტად ეს თეოს სიმღერა ქუმსიაშვილის სიმღერა და ეს ჩემი მეგობრებიც გაოცებულები მიყურებდნენ და დავითო ხო ვიცით რომ ძალიან იშვიათად თუ უმღერე. რა მოხდა? ის ადამიანი რომელმაც ჩამეხუტა გულში და ის დედობრივი გრძნობა მაჩუქა და შენ არ შეგეშინდესო, მე შენ გვერდში ვარო. აი მაგან იმდენად გამახარა და იმდენად გამაბედნიერა. ემოციების ამოძახილი იყო მე ეს. არ ვიცი, უფრო მეტად გამიორმაგა იმ ადამიანის მიმართ სიყვარულმა. იმ ადამიანმა ეხლა არც იცის, არც მინდა რომ სახელი და გვარი დავასახელო. ის ადამიანი ალბათ ძალიან კარგად მიხვდება, რასაც ვეთქვი. Deda chemsa bonia kucha da Deda chemsa bonia დათო მინდა ამჯერად კითხო ბავშვებს. სტუდია გაქვს საბავშვო, უკვე წლებია, ხო? 8 წელიწადია. კი ბატონო, მე 8 წელიწადია უკვე. სადაც ხარ არა მარტო დამფუძნებელი, არამედ პედაგოგიც. აი როგორია ეს ამბავი? ხა ძალიან რთულია ბავშვებთან ურთიერთობა. გიჭირს თუ სიამოვნებას უფრო მეტად განიჭერს? სასიამოვნოა იმ კუთხით, რომ ყველა ბავშვს აქვს თავისებური მონაცემი. თავისებური ხედვა აქვს ხელოვნებისადმი, თავისებური ბგერები აქვს, თავისებურ ბგერებს გამოსცემს როგორც ვოკალურად, ისე ინსტრუმენტალურად და ეს ჩემთვის არის ძალიან ინტერესის საგანი. იმიტომ რომ ამდენი ბავშვიდან 3 რომ გამოვიდეს, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. მაგრამ ბავშვები რო გამოვიდეს, კარგი. რა თქმა უნდა, უდიდესი მაჩვენებელია და ამავ დროს ძალიან შრომატევადი. ძალიან. და საპასუხისმგებლო, რადგან ყველა ბავშვი როგორც ხელოვნებაში სხვადასხვა ვიბრაციები აქვს, ისე ადამიანური თვისებები აქვს სხვადასხვა. ინდივიდუალური და ყველას სჭირდება ინდივიდუალური დამოკიდებულება. მასთან და ინდივიდუალური მიდგომა. გამოსულ ხარ წყობიდან, ეხლა ბავშვებთან ხო ცოტა არის რა. კი, გავრაზებულა რა თქმა უნდა, მაგრამ
წყობიდან ნუ არა, წყობიდან არა, იმიტომ რომ ყველა ძალიან საყვარელია და ძალიან უყვარვარ ყველას და ძალიან რთულია გაუბრაზდო. ვერ უბრაზდებ, რაღაცა შეიძლება და всё, გავჩერდი მე ისე. ეხლა ვარ ჩვენ სტუდიაში, შენს ახალ სტუდიაში. კი ბატონო, ჩვენ ახალ სტუდიაში. იმიტომ რომ შენ სტუდია ქონდა საკუთარი სახლის სარდაფში. ისე რა კარგად ხეს არა, საკუთარი სახლის სარდაფში მომიწია. იცი რა ბევრი მუსიკოს გავული. დავით სარდაფში. და ალბათ ამან უფრო გამოგვიმუშავა, ასე ვთქვათ, იმუნიტეტი და ამან უფრო ბრძოლის უნარიანი მოგცა ხელოვნების სფეროში. ძალიან ბევრს მუშაობდით. ახლაც ძალიან ბევრს მუშაობთ, მაგრამ იმ სტუდია განსაკუთრებული ჩემთვის იმიტომ იყო, რომ ნებისმიერი თუ რომელიმე სიმღერა იყო გահიტებული, ყველაფერი იქ გაკეთდა და ყველაფერი იქ შეიქმნა და რაღაცნაირად მგონია, რომ ძალიან დიდი ენერგეტიკა ტრიალებს და ძალიან ბევრი ვიბრაცია არის იმ კედლებზე შემორჩენილი, ასე ვთქვათ. და გადმოვიდით ახალ სტუდიაში. ხო და აი სტუდია საკმაოდ მასშტაბური დიდი სტუდიაა რა. ეს იქნება მარტო შენთვის განკუთვნილი თუ სხვა მუსიკოსებისთვისაც? ეს სტუდია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემთვის და ჩემი ბიჭებისთვის იქნება განკუთვნილი, ჩემი მუსიკოსებისთვის, რომ ძალიან ბევრი ვიშრომოთ და 24 საათი ვაკეთოთ ის, რისთვისაც ჩვენ ამ ქვეყანაზე მოვედით და მეორე, რა თქმა უნდა, ყველას ექნება, ვისაც მუსიკის ნიჭი აქვს და უნდა რომ რაიმე შედეგი დადოს ცხოვრებაში ამ კუთხით, ყველას შეუძლია მოსვლა და გაკეთება ნებისმიერი პროექტის, როგორც გადაღების, ისევე მუსიკის შექმნის, პიარის კუთხით. აქ შეიძლება ჩაიწეროს ორკესტრი, აქ შეიძლება ჩაიწეროს 3 ადამიანი. ანუ ყველაფერი არის მოდერნიზებული, იმიტომ რომ როდესაც მოვა ნებისმიერი შემსრულებელი მაქსიმალურად იგრძნოს თავი კომფორტულად და იმუშაოს ყველაზე მშვიდ, თბილ და ხელოვნებით გაჯერებულ სამყაროში. აი აქ ამ სტუდიაში გარდა მუსიკოსებისა და გარდა ხელოვანი ადამიანებისა იქნება კიდევ ჩემი პატარების სტუდია თაობა, რომელზეც 24 საათი მუშაობ და 24 საათი ვფიქრობ თუ ახალი და რაღაცა საინტერესო შექმნან, მე მათ სულ ვეხმარები ყოველთვის, ჩემი პედაგოგებიც ყოველთვის ეხმარებიან. გარდა ამ ბავშვებისა კიდევ იქნება კინომუსიკაზე მუშაობა, კლიპებზე მონტაჟი იქნება. ჩემი აზრით ძალიან კარგი ლოკაცია იმისათვის, რომ თუნდაც ჩემი მუსიკოსი, თუნდაც სხვა მოვიდეს და იმუშაოს აქ თავისუფლად, ნაყოფიერად და რა თქმა უნდა შედეგიანად, რაც ყველაზე მთავარია. კი ბატონო. და შენც მოგიწევს უფრო ინტენსიურად მუშაობა, დარწმუნებული გეგმებიც ბევრი გექნება. ძალიან ბევრი გეგმები, კი, რა თქმა უნდა. ადრე პროექტებზე, რაზეც მუშაობდით და რაზეც ღამეები ვათენებდით, იგივენაირად, იგივე რეჟიმში მუშაობთ, უბრალოდ დავიმატეთ ახალი მიმდინარეობა, ახალი ჟანრი, რომელიც ალტერნატიულ მუსიკასაც გულისხმობს მასში. ძალიან ბევრი წახნაგი აქვს ჩემ საქმიანობას, რაც დავიწყე უკვე და ჩვენ ჯგუფს დავარქვით ექსპერიმენტი. ამომავალი წერტილი არის ქართული სიმღერა. რომელზეც ეს ალტერნატივაც უნდა მოერგოს. ქართული კი არა უნდა მოერგოს, ალტერნატივა უნდა მოერგოს. ქართულს უნდა მოერგოს, რა თქმა უნდა, ალტერნატიული მუსიკა. ეს არის როკიც, ეს არის მელოდიური ტექნოც. ეს არის ჰაუსიც, ანუ ბევრნაირ მიმდინარეობაში ვმუშაობ და ბევრნაირ მიმდინარეობას უსადაგებ ქართულ სიმღერას, ასე ვთქვა და ფოლკლორს. რამოდენიმე ცნობილი ვარსკვლავი არაქართველი არის დაინტერესებული და სულ მალე პირველი პროექტი დაიდება, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელებში, რომელშიც საკმაოდ ცნობილი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას მუსიკალური კუთხით. ხელოვანი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მსოფლიო დონის ცნობილ ადამიანთან წერ დუეტს. ვა, ჩვენიერი. მეც რაღაცნაირად სულ მოუთქმელად ველი, იმიტომ რომ პირველია ესეთი უცხოური კოლაბორაცია, ასე ვთქვათ. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე უფრო მაგარი იქნება და უფრო
მაღალი დონის ვარსკვლავთან უფრო მაღალი დონის მომღერალთან გავაკეთებ კოლაბორაციას. მოლაპარაკებები უკვე არსებობს და აი იმ ვარსკვლავებთან ვიზეც მე ვსაუბრობ, გავაკეთო კოლაბორაცია, ეს უკვე გამარჯვებაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ხელოვანი შევდეგი. თან იცი რა არის ჩემს საინტერესო რომ ინტერვიუს დასწრეში თქვი რომ როგორც პერსონას ბევრი არ გიცნობს თქო და მე მგონია რომ ამ ინტერვიუს მე უკვე ბევრი გაგიცნობს და მადლობა საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო ამბების გახსენებისთვის. დიდი მადლობა ნიკოლოზ შენ და აუცილებლად მინდა აღვნიშნო მე არ ვარ ძალიან ბევრი ინტერვიუს განებიურებული ასე ვთქვათ. არის მომენტი რომ საერთოდ ჩემი სურვილითაც არ მივდივარ, იმიტომ კი არა რომ მე ვინმეს რაიმეთი თავს ვამეტებდე. განწყობა, შინაგანი შეგრძნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, იმიტომ რომ ესეთი საოცარი ადამიანი ხარ და შეგიძლია ადამიანის დანახვა ზუსტად იმ კუთხით, რა კუთხითაც არსებობს ეს ადამიანი და რა კუთხითაც. მიხარია რომ შენც დაგინახეს სწორად და ძალიან საინტერესო და მადლობა დიდი შენათვის. მაყურებელს დაინახავს ამას. მადლობა. მესმე.